ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი დაანაზღაურების გარეშე დარჩენილები ოლიმპიადის ორგანიზატორებისა და ფესტივალის დახურვის ცერემონიალისას დასაქმებულთა სახელმწიფო დავალიანების გასტუმრება ამ დრომდე ვერ ხერხდება. გავრცელებული ინფორმაციით ალექსი ახვლედიანის და ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობით ქვეყნის პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული. დეტალებს ნინუცა კახნიაური არკვევდა. ვითხოვდით კი რა თქმა უნდა, ოღონდ დღეს ხვალ. მას შემდეგ თვენახევარი გავიდა და ეს დღე ჯერაც არ დამდგარა. თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიალის მონაწილეები, ორგანიზატორები, მედროშეები, კომპოზიტორები, მხატვრები, ვიზაჟისტები, მომღერლები და მოცეკვავეები, მუსიკალური განფორმებლები და სცენის მუშები დღემდე საკუთარი ჰონორარის ჩარიცხვას ელოდებიან. დაახლოებით ეს იქნება მაქსიმუმ თვითონ ამ ხალხის დახურვის ჰონორარები, რაც არის ჩასარიცხი. სადღაც 130.000 არის. სამწუხაროდ ჯერ არავის არ აუღია ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს სულ ყველას გაფორმებული კონტრაქტი. მიღება ჩაბარებაც მე მგონი ჩვენი ყველასი გაკეთებული არის კულტურის პალატასთან. ჰონორარი ამ ადამიანებს შესრულებული სამუშაოებისთვის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზატორმა კულტურის პალატამ უნდა გადაუხადოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ეს თანხა ოლიმპიური კომიტეტისგან ჯერაც არ მიუღია. ოლიმპიურ კომიტეტს ჩვენ დავალიანება აქვს 350.000 ლარი. როგორც კი მოხდება ამ დავალიანების დაფარვა ჩვენს მიმართ, კულტურის პალატის მიმართ, კულტურის პალატა იმ წელსშივე დაფარავს იმ დავალიანებას, რომელიც არსებობს. სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვას აპირებენ უხალფასოდ დარჩენილი ფოტოგრაფები და ოპერატორები. თანხების გადმორიცხვაზე არაფერს არ ამბობენ. ასე რომ ჩებით ამ ეტაპზე ყველა მოტყუებული. მოლოდინის რეჟიმშია სამშენებლო კომპანია დაგიც, რომელმაც ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის ჩოგბურთის კორტები ააშენა. დამკვეთი აქაც ოლიმპიური კომიტეტია და კონტრაქტის მიხედვით 504.732 ლარი კომიტეტს მშენებლების ვალი აქვს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ელოდებიან თანხას და თანხა უნდა ჩაგვირიცხონ. ბრალდების ადრესატი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი საქართველოში არ იმყოფება. 2030 მას ტელეფონით დაუკავშირდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლიკვიდაციის რეჟიმში. დარჩენილ თანხებზე აუდიტის სამსახურმა დაასრულა კონტრაქტების შესწავლა, თუ საბოლოოდ რა ციფრი დარჩა გასასტუმრებელი, დადო დასკვნა და უახლოეს პერიოდში უკვე გამოიყოფა ეს თანხები და ჩაერიცხება ყველას უკვე აუდიტის დასკვნის შემდგომ. მერიამ უნდა გამოყოს ეს თანხები და გამოყოფს კიდეც. თბილისის მერიაში დავალიანებას აღიარებენ და აცხადებენ, რომ სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ დავალიანებების დაზუსტება ახლა მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში მოხდება მათი სრულად დაფარვა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 26 ივლისს დაიწყო და 1 აგვისტოს დასრულდა. ობიექტებზე 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.